მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულ მადლობა იმისთვის, რომ გამოწერდით შემიერთე, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ მინდა კიდევ გითხრათ და შეგახსენოთ, რომ აგვისტოს თვეში 1-დან 15-ის ჩათვლით პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით. დიაგნოსტიკა ჩდება 30 ლარი, ისე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს აქცია და ნახოთ თქვენი პერსპექტივები თქვენ პარტნიორთან მიმართებაში, რამდენად დროის დაკარგვა არის თუ უბრალოდ ნამდვილად ის მდგომარეობა, რომელიც მოგიტანთ ძალიან ბევრ სიკეთეს, სიყვარულს და წარმატებას. დღეს კი მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა, რა შემოვა პირად ურთიერთობაში, თქვენს ცხოვრებაში, აგვისტოს თვეში ძალიან მიყვარს ეს დასტა, კი ეთყობა ნამუშევრიდან გამომდინარე. ცოტა მოწოლებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციას ძალიან კარგად იძლევა ხოლმე და ძალიან მეხმარება ყველაფერში. მოდით გავაკეთოთ ვარიანტებად. ამის პილო ჩამოხდა. მოიდა. პილო ჩამოვაგდე, არა უშავს. ორი ვარიანტი გავაკეთოთ. ესა. ნახოთ. პირველი ვარიანტისთვის. რა შემოვა? აგვისტოში პირად ურთიერთობაში. პირველი ვარიანტი ყვითელი სანთელი და მეორე ვარიანტი ყვითელი სანთელი. გაიფიქრეთ თქვენ ვარიანტი, წითელი ან ყვითელი სანთელი, ან პირველი ან მეორე, ხო? და ვნახოთ, რა შემოვა თქვენს პირად ურთიერთობაში. რა ცვლილებები იქნება? იმედია უკვე ჩაიფიქრეთ, მე მეორე ვარიანტს გათავდებ. ერთში ეს ყვითელი სანთელი. გამოჩნდეს და ვინც წითელი სანთელი ერთში ვნახოთ რა შემოვა. ეხლა ამ ეტაპზე თუ თქვენს ურთიერთობაში არის ესეთი მდგომარეობა, როდესაც გაურკვევლობაში ხართ, გამოუვალი სიტუაცია გაქვთ, ხო, ანუ ვერ გაგიგიათ სად მიდის ურთიერთობა, როგორ ხდება, რა ხდება, ხო, საერთოდ თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება, რა შემოვა. აი ეს პრობლემები, რომელიც გაქვთ დღესდღეობით, რომელიც არ გაძლევთ წარმატებას ურთიერთობის წინსვლაში, ესე რომ ვთქვათ, და არ გაძლევთ საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად წინ წახვიდეთ, აი და მოლოდინი გაქვთ აი ამ ყველაფრის, ხო, რესურსი, აი გაიხსნება გზები და ის რესურსი და ის მოლოდინი, რასაც ელოდებით ამ ურთიერთობაში ჩადებულ მდგომარეობას, ესე ვთქვათ, მიიღებთ, ხო? მდგომარეობა, ანუ თუ პარტნიორი არის წასული და ვთქვათ არიცით საბოლოო ჯამში ეს წასულია თუ დასრულებულია თუ პაუზა არის, გეტყვით რომ აქ პაუზაა, ხო, ადამიანი გამოფხიზლდება და მიხვდება რომ მას სჭირდება ის ურთიერთობა, რომელსაც თქვენთან იღებს, თქვენგან იღებდა, ხო? რა შემოვა თქვენს ცხოვრებაში? კიდევ ერთხელ გეტყვით, პირველი ვარიანტი არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრთან რეზონირდება ეს მდგომარეობა და გეტყვით, რომ აგვისტოს თვეში ყველა ის დაბრკოლება, რომელიც თქვენს ურთიერთობას აქვს, ყველა ის მდგომარეობა, რომელიც თქვენს ურთიერთობას უშლის ხელს, თქვენი ცხოვრებიდან წავა და ზუსტად ის მოლოდინები, რომელიც გაქვთ, ის სურვილები, რომელიც თქვენ გაქვთ ამ ადამიანთან მიმართებაში, აუცილებლად შემოვა, ხო, ოჯახის არკანი არის და დასტის ფონიცაც არის 10-იან პენტაკლები. თქვენს ურთიერთობაში შემოვა სიმშვიდე, სიმყარე, წარმატება, ბედნიერება, იქნებით მატერიალური კუთხითაც. თუ აქ არის კიდე ის მომენტი, რომ სიშორე არის თქვენ შორის, ხვდებით? ნახეთ, სიშორე, აი ტერიტორიული, ხო, რაღაც გაიხსნება გზები და ნუ ან ის მოვა თქვენამდე, ან თქვენ ჩამოხვალთ მასთან. ყოველ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში აგვისტოს თვეში შემოდის ძალიან სასიამოვნო მდგომარეობა, რასაც ქვია ოჯახი. თუ აქ ოჯახის სიტუაცია იყო და ვთქვათ, დაიფიქრეთ მეუღლე, ამ შემთხვევაშიც გეტყვით, რომ ის მდგომარეობა, რომელიც თქვენ გაწუხებდათ, ის სიტუაციები, ის პრობლემები
პრობლემები, რომელიც თქვენს ურთიერთობას აწუხებდა, ხომ გაიხსნება და თუ კი თქვენს მიმართ რაიმე ესეთი თუნდაც მესამე პირების ჩარევის მდგომარეობა ყოფილიყო, აი რაღაცნაირად ყველაფერი თითქოს აგვისტოს თვეში იმდენად მარტივად ხშორდებათ, ხო? ნუ აქ არ ვიცი, შესაძლებელია ხა დასტის ფონი იყო მაგი და ნახეთ როგორი მომენტი, აქ შესაძლებელია თუ ვინმესთან რაღაცა მაგიური ზემოქმედება იყო, რაღაცა ესეთი პრობლემა იყო, რომელიც არაძლევდა ამ ურთიერთობას წინსვლას, მესამე პირების მდგომარეობა, რომელიც ერეოდნენ თქვენს ურთიერთობაში და არ გაძლევდნენ, ხო? დაიწყებ აგვისტოს თვეში თქვენ შეძლებს დაიცვათ თქვენი ურთიერთობა, პარტნიორიც შეძლებს დაიცვას ის ურთიერთობა, რომელიც თქვენთან აქვს და თქვენი ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო ფაზაში შეიძლება რომ გადავიდეს, ხო? რაღაც ოჯახი, სტაბილურობა, სიმყარე, მატერიალურადაც სიმშვიდე, ნუ ასე რომ პირველ ვარიანტს გილოცავთ და იმედი მაქვს რომ ბევრ ადამიანზე რეზონირდება ეს სიტუაცია და ალბათ მივიღებ კომენტარებს რომ აგვისტოში შექმნით ოჯახი და ძალიან ბედნიერები ხართ, მე მთელი გულით გისურვებთ რომ იყოს ბედნიერები. აი ესეთი რამ შემოდის პირველი ვარიანტისთვის და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვინც აირჩია რა შემოდის თქვენს ურთიერთობაში. აი თქვენს ურთიერთობაში ნახეთ მეორე ვარიანტი რაღაცეები ნულდება. რა ნულდება ეხა ხო? შესაძლებელია რომ იყოს ის მომენტი, თვითონ ურთიერთობაც ნულდებოდეს, ხო? შესაძლებელია რომ იყოს. ყოველ შემთხვევაში თუ თქვენს ურთიერთობაში, მოდით ესე უფრო სწორი ინფორმაცია იქნება. თუ თქვენს ურთიერთობაში ჯერჯერობით არის ახალი ურთიერთობა, ახალი დაწყებული ურთიერთობა, რაღაცნაირად თითქოს აი ეს ურთიერთობა სადღაც რაღაცა ფაზას ქმნის, ხო? ნახეთ, დავიწყე ურთიერთობა, გავიცანით, ფლირტი გვაქვს, რაღაცა ცოტა ისეთი გაცნობის პერიოდი გვაქვს და თქვათ გადავდივართ რაღაცა ურთიერთობისკენ. თუმცა მე ერთს გეტყვით, რა შემოდის კიდე თქვენს ცხოვრებაში. აქ დავიწყე იმით, რომ რაღაცები ნულდება თქო. მეორე ვარიანტი დავამატებ. მეორე ვარიანტი ცოტა ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ თქვენს ურთიერთობაში როგორც ჩანს, მესამე პირების მდგომარეობაც არსებობს. მესამე პირების მდგომარეობა კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ეს არ არის მაინდა-მაინც კონკრეტულად მეუღლე, ცოლი, ხო? ანუ ესე რომ ვთქვათ, ან ქმარი. ეს არის ადამიანები, თუ რა თქმა უნდა, ზუსტად 100%-ით ისიც რომ ადამიანს ხა ცოლი ყავს, შვილი ყავს, ქმარი ყავს, ხო? აქ უკვე გასაგებია, მაგრამ მესამე ადამიანები არიან ადამიანები, რომლებიც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება დედა, მამა, ბებია, ბაბუა, მეზობელი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი. მესამე ადამიანი არის ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენს ურთიერთობაში ბრჭყალებში კეთილად ერევა, ხო? ანუ ისე რომ მეორე ვარიანტმა მაქსიმალურად ეცადეთ რომ ცოტა სუბუქად შეხედოთ იმ პრობლემებს, რომელიც წარმოგეჭრებათ, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია ხელოვნურად შექმნილი პრობლემები იყოს. აქ რაღაც არის ის მომენტი, როდესაც ცოტა პაუზის აღება შეიძლება დაგჭირდეთ ამ ურთიერთობაში. ყოველ შემთხვევაში ნახეთ ფაზა, რომელშიც აი ნახეთ, თუნდაც ახალი ურთიერთობა რო იყოს, ხო, რაღაცა სტატუსისკენ რო უნდა გადავიდეს, რაღაცა ახალ ფაზაში რო უნდა გადავიდეს, აი აქ უკვე რაღაც მოხდება ისეთი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, რომ გადახვიდეთ. ხო, ადამიანი ცოტა მეტ ფიქრს დაიწყებს, შეიძლება ითქვას, ურთიერთობასთან მიმართებაში. ნუ არ ვიცი, აქ შესაძლებელია, რომ სამკუთხედი სიტუაცია იყოს, მეორე ვარიანტის ადამიანები უფრო მათზე რეზონირდება, ხო, იმიტომ რომ თუ თქვენ ურთიერთობა დაიწყეთ ადამიანთან, რომელთაც იცით, რომ მეუღლე ყავს, მაგრამ დაიწყო ზღაპრები იმასთან მიმართებაში, რომ თავს ცუდად გზნობს, ბედნიერი არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ნუ უმეტეს შემთხვევაში ხომ სამწუხაროდ სადღაც 98% მაინც ტყუილია ხოლმე, სადღაც 2% შეიძლება იყოს, ნუ კარგით 5 ვთქვათ, რომელიც მართლა შეიძლება წლები ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ რეალურად მართლა
არ ქონდეთ არაფერი ისეთი დამოკიდებულება ვალდებულებები, პასუხისმგებლობები და იმის იქეთ აღარ მივდივართ, ხო, რაღაც ეს მომენტი შეიძლება იყოს, მაგრამ აქ გაფრთხილდით, მეორე ვარიანტი რა შემოდის თქვენს პირად ურთიერთობაში, აქ შემოდის რაღაცა მდგომარეობა, შესაძლებელია კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახალი ადამიანიც იყოს ეს ადამიანი თქვენთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი არ შეიძლება არ იყოს თავისუფალი, არ მოტყუდეთ, ხო, აი არ მოტყუდეთ და არ ჩაიგდოთ თავის საფრთხეში, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ბევრი ძალიან ისეთი გონებრივად იმუშავებს ეს ადამიანი, ну ჰაერისტიკია სახა თუ მიაქცევთ ყურადღებას, რამდენად მისაქცევია, ცოტა ტაროსთან ძალიან ისეთი ის არის, ესე რა ვთქვათ, ზოდიაქო, მაგრამ ну ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა მინიშნების მდგომარეობაშიც გამოადგეს, ხო, რაღაც მომენტში. ყოველ შემთხვევაში აქ მეორე ვარიანტთან მესამე პირების ჩარევა ხდება, შესაძლებელი აქ მაგიური ზემოქმედების მდგომარეობაც იყოს, თუ ოჯახი ხართ და მეუღლეს უყურებთ, გეტყვით რომ გამოჩნდებიან ვიღაცები, ვინცაც ენდომება და ექნება სურვილი თქვენი ურთიერთობა და თქვენი ოჯახის რაღაცა პრობლემების შექმნა, ასე რომ მეორე ვარიანტი აუცილებლად გაუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკას, იმიტომ რომ აქ აშკარად ისახება წასვლა, აქ აშკარად ისახება დასრულების მდგომარეობაც. ოღონდ ნახეთ, ეს დასრულება და ეს სიტუაცია, როდესაც ადამიანი არ გადის ურთიერთობიდან, ან არ უბრალოდ გადის ურთიერთობიდან, ან რაღაც ეს არ იქნება თქვათ მისი ნებაყოფლობითი მდგომარეობა, ხო? ეს იქნება ის მდგომარეობა, როდესაც მასზე რაღაცა ზემოქმედებას გააკეთებენ. ну მოდით ახლა ვთქვათ, რომ ყველასთან ხო არ არის ის მომენტი, რომ აქ რაღაცა ჯადოების კეთება, ან რაღაცა მსგავსი, ან რაღაცა ისეთი რიტუალებზე ვილაპარაკოთ. თუმცა მეორე მხრივ აქ შესაძლებელია, რომ ადამიანურად მანიპულატორული მდგომარეობა, ხო? მანიპულატორული მდგომარეობა რა არის? თუ ადამიანი არის გეტყვით დაოჯახებული, რა თქმა უნდა, და აღარ უნდა იქ ცხოვრება მართლა რეალურად აპირებს წამოსვლას და რაღაცის შექმნას, იქნება მანიპულატორული მდგომარეობა შვილებით, ხო? რომ შენ თუ წახვალ, შენ თუ რაღაცა ოჯახ შექმნი, მე თქვათ შვილებს აღარ განახებ და ასე შემდეგ. თუ აქ ადამიანს არ ყავს ოჯახი და თქვათ მისი მშობლების მდგომარეობა ან მეგობრების მდგომარეობა, აქაც იცით როგორი მომენტი, ანუ აი რა გინდა, ისთვის გჭირდება, თქვათ რა დროს ხა ოჯახზე ფიქრია, ну ანუ ადამიანზე ყველა შემთხვევაში ზეწოლის მდგომარეობა ისახება. მეორე ვარიანტის ურთიერთობაში სამწუხაროდ პირველისგან განსხვავებით კონფლიქტური პერიოდი შემოდის პირად ურთიერთობაში. კონფლიქტური მდგომარეობა შემოდის პირად ურთიერთობაში. და ძალიან კარგი იქნება თუ გაფრთხილდებით ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანიც ცოტა ესეთი ხისტი ადამიანია, თავის ნათქვამა პიროვნება და ნახეთ როგორი მომენტია, თუ ადამიანი სადმე სხვაგან იტყვის რაღაც სიტყვას, სულ რო ყვდებოდეს თქვენთვის, ის იმ სიტყვას უფრო შეასრულებს, ვიდრე თქვენთან რაღაცა დაალაგებას ეწდება. ამიტომ აქ ცოტა ესეთი მომენტია. თუ ახალი ურთიერთობა არის, კიდევ ერთხელ გონებით, ახალი ურთიერთობის, აი რაღაც რო ელოდებით, რომ გადავიდეს, დასრულდება ეს რაღაცა პერიოდი, როდესაც ერთმანეთის გაცნობა შეცნობის მდგომარეობა და თუ მოლოდინი გაქვთ იმისი, რომ სადღაც გადახვალთ რაღაცა მკაფიო ურთიერთობაში, გაითვალისწინოთ შესაძლებელია აქ აღმოჩნდეს, რომ ამ ადამიანს ყავს ცოლი, ან ყოფილი ცოლი ყავს, რომელიც ჯერ კიდევ ისევ ცოლის სტატუსით არის. ну ყოველ შემთხვევაში მეორე ვარიანტის პირად ურთიერთობაში ცოტა არ იყოს და სირთულეები შემოდის, რასაც სჭირდება თქვენგან ალბათ ესე ვიტყოდი, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ მაგ ადამიანთან მიმართებაში, ცოტა მეტად ჩაეძიოთ ამ ადამიანის სულიერ თუ რაღაცა ისეთ საიდუმლოებებს მის გონებაში, ესე რომ ვთქვათ, და ნახეთ არარსებული არის, რომ ვერ მიხვდეთ და ვერ დაიჭიროთ ადამიანი, როდის იტყუება და როდის მართალია, ხო, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან
ადამიანი ამ თავისივე ტყუილებში ისე ეხვევა, რომ საბოლოო ჯამში თვითონაც ვეღარ იგებს, რომელი სიმართლე იყო და რომელი ტყუილი. ასე რომ მეორე ვარიანტი გაფრთხილდით პირად ურთიერთობასთან მიმართებაში სამწუხაროდ ძალიან ისეთი ქაოსური, ქაოტური და ცოტა ისეთი სირთულეებით ახსავსე აგვისტო გელოდებათ პირად ურთიერთობაში. თუ ახალი ურთიერთობით რაღაცა თქვათ საზაფხულო მდგომარეობაში როცა ხდება ხოლმე ხო რაღაცა საზაფხულო რომანების მდგომარეობა, კარგად დააკვირდით ამ ადამიანმა არ მოგატყუოთ ამ რომანთან მიმართებაში ნებისმიერ სიტუაციაზე წავიდეს, რომ ოღონდ თქვენ მასთან ერთად იყოთ, არ მოტყუვდეთ და არ აღმოჩნდეს მერე რომ ადამიანს რაღაცა თურმე ზურგს უკან მოკიდებული ცოლი და 4 შვილი ყავს, ხო? აი ეს გაითვალისწინეთ ყოველი შემთხვევისთვის ესე ვიტყოდი. მე ბედნიერ ურთიერთობებს გისურვებ, ძალიან დიდი სიხარულით შევხვდები პირველი ვარიანტის მდგომარეობას და ცვლილებებს, რაც მეტი ლამაზი და ესეთი თბილი ოჯახი შეიქმნება, მით უკეთესი. და გისურვებთ, რომ ბედნიერები ყოფილიყავით პირველი ვარიანტის და მეორე ვარიანტიც. დროებით.